ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ბევრს უნდა ვლოცულობდეთ, ბევრი უნდა ვილოცოთ, მაგრამ უნდა ვილოცოთ გულწრფელად, უნდა ვილოცოთ წმენით, უნდა ვილოცოთ სრული საეკლესიო ცოდნით, ასე ვთქვათ, აღჭურვილება. ლოცვა ეს დიდი ცოდნა და სიბრძნეა. ლოცვა ეს დიდი სულიერი ხელოვნებაა, ესე შეიძლება ითქვას, ღმერთთან საუბარი. ამიტომ ვლოცულობთ რა, ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ შედეგის მიღება. არ უნდა ვიჩქაროთ იმაზე, რომ ჩვენ ღმერთმა ჩვენ მიერ დაწესებულ დროში მოგცეს ის, რაც ჩვენ გვინდა. დრო უნდა ყველაფერს. ზეცას მარადიულობას არსად არ ეჩქარება. ეს ჩვენ ვჩქარავთ. იმიტომ რომ ჩვენ დროში ვიმყოფებთ. დრო ეს სულ სხვა, მარადიულობა სულ სხვა. მარადიულობა ეს არ არის გაჩერებული ან შენელებული დრო. მარადიულობა უბრალოდ დროის არარსებობა. ამიტომ ზეცა მიცის ჩვენ როდის მოგცეს და მოულოდნელი სახით გვაძლევს ხოლმე ამა თუ იმ პასუხს ჩვენს მიერ აღმლელი სხვადასხვა ვედრებებს. სხვადასხვა ფორმით გვივლენს პასუხს და ტექსტს ზეცა. ამისათვის უნდა ვიცოდეთ კითხვა, რომ გავიგოთ რა პასუხს გვაძლევს ზეცა ჩვენ ამა თუ იმ კითხვაზე. დღევანდელ სახარებაში იყო გარდაგორებული იყო ლოდი, იგი დიდიო. კი, გარდაგორებულია ლოდი, გახსნა გზა ქრისტემ დიდი ხანია. ჩვენ ნუ ჩავხერგავთ იმ სხვა ლოდები და კენჭებით კიდევ გზას ღვთისაკენ, თორე ის ლოდი დიდი ხანია გარდაგორებულია. და მეტაფიზიკური ლოდის და უხილავი ლოდის გარდაგორებული იყო და არის და ხილულიც. ამიტომ ვეცადოთ, რომ ის გზას რომ გვიხსნის ზეცა იმ ტექსტზე პასუხის შესაბამისად ჩვენც ადეკვატური რეაქციით მივცეთ და მადლის მოსვლისა და პასუხის მოსვლის დროს ჩვენც ამ პასუხის მიღებისა, გაგებისა და შერგების შესისხურცების კულტურა გრძნობაცოდნა ვიქონია. გახსოვთ იგავი საფუარის შესახებ. ქრისტე ამბობს, რომ ცათასასუფეველი გავს საფუარს, რომელიც ერთმა ქალმა სამ წილქვილში შეძილა, რიცხვის სამი აქაც საკრალურად მოქმედებს და საიდუმლო მნიშვნელობას ატარებს. შეძილა და ამ საფუარს მთელი ფქვილი გააფუა. ვისაც უნახავს, როგორც ხვება ყური, ესოდინება, რომ ფქვილში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ცოტა საფუარი, რომ ყური კარგად გამოცხდეს. საფუარის ჩადებიდან გარკვეული დროის შემდეგ ცომი გაიზრდება და იმხელა გახდება, რომ ლამის თასიდან გადმოვიცა. ქალბატონმა იცის ყურის სხობა, ეს შესანიშნავი ხელოვნება, ყურის სხობა, კულინარიული ხელოვნების უდიდესი, როგორც ღვინის ასე ვთქვათ, დაწვა და ღვინის მიღება, ხომ ესეც სამკე ხელოვნება და მთელი ცივილიზაცია იბადება და დაიბადა საქართველოს სახით ღვინის ასე ვთქვათ კულტურის და ღვინის მიღების საოცარ ცივილიზირებულ ხელოვნებასა და საოცარ მეცნიერებაში მოვთხოვ. და რა თქმა უნდა, პურზეც არ არის ლაპარაკი, პურიც ასევე საკრალური პროდუქტია. ღვინო და პური და ზეთიც, ხომ? ეს სამი პროდუქტი ნახსენებია ბიბლიური პროდუქტები. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, რომ ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სულიერი ცხოვრების, ჩვენი ეგზისტენციის ძალიან გარეგანი შინაგანი ცხოვრების საფუარში უფალი ღვთის ხატება არის ჩადებული და ჩადებულია 7 ნიჭი, როგორც ეს საფუარი, როგორც ეს თესლი ჩადებული არის და ღვთის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვისისხობთ ზიარებით, ხომ? სულიერადაც, ემოციონალურადაც და ხორციელადაც ვისისხობთ ხილული სახით, ხო? სისხლის და ხორცის მიღებით. და ეს მისტიკურად გარდაიქმნება ჩვენში. არ ვიცი როგორ ყველა ადამიანში თვითონ გარდაიქმნება ეს როგორ თვითონ ყველა ადამიანმა თავის გულში და გონებაში უნდა ჩაიხედოს. რომ განწმენდილ გონებასა და გულში იჭმითება ღვთისნება, რომ განსმენს ადამიანს, როგორც ცეცხლ გამლეվել არს ღმერთი, როგორ განსმენს ეს ცეცხლ გამლეველი ქმედება, როგორ მოქმედებს მასში დღისით თუ ღამით. ეკლესიაში თუ სახლში, სადღაც სხვაგან თუ აქ, არ ვიცი რა ლოკაციაში, ნებისმიერ ადგილას ხდება ეს პროცესები. დრო უნდა, იმიტომ აღვნიშნე, დრო უნდა ამას. საფუარში რო ჩადებს, იქვე ხომ არ გამოდის ეს, ხო? დრო უნდა ამას და გაიზრდება თანდათანობით საფუარში ჩადებული გარკვეული დროის შემდეგ გაიზრდება და იმხელა ხდება, რომ ლამის თასიდან გადმოვიდეს. გამოდის, რომ ეს პაცია საფუარი, ეს პატარა უძახე და ღვთის სიტყვა უბრალო საყვარელი პაცაცინა და მადლიანი და ამავე დროს უბრალო მარტივი, მაგრამ არა პრიმიტიული, ღვთაებრივად უბრალო საოცარი რამ ჩადებული ადამიანში, მის ცხოვრებაში, მის გარეგან და შინაგან ცხოვრებაში მთლიანად ცვლის მის ადამიანის თიხას, ადამიანის სომს
რომლითაც ჩვენ ერთი ცომით ვართ ყველა მოზელილი, ადამიანური ბუნების ცომით. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთი ცომით ვართ მოზელილი. ჩვენ ყველას ერთი ბუნება გვაქვს, ადამიანური ბუნება, თუმცა ჰიპოსტასები სხვადასხვა, ხო? ამიტომ სწორედ ამ საფუარის მეშვეობით ხვდება ის განიღმრთობა, ღვთაებრივი ცეცხლით ხვდება განიღმრთობა, გამოიწვევება, მეტამორფოზირდება ის გემრიელი პური, რომელიც ღვთისთვის შესაძლებელი ცხოვრება არის, ღვთის სადიდებლად, სულის სასწაულით, ჩვენი აზრით, სიტყვით, უსახვით, ჩვენი ეგზისტენცია და მთელი ჩვენი ცხოვრება. აი ამ ცომის საფუარებით მცირედ მიყვნენ ხო მოციქულებიც, რომლებიც და მოწაფეებიც, მაგრამ მთელ ქვეყნიერებას გადასცეს ქრისტეს საოცარი ღვთივგამოცხადებული სარწმუნოება და ქრისტეს სწავლება და ამ საფუარმა, მეტაფიზიკურმა, მისტიკურმა ღვთივგამოცხადებულმა ღვთის სიტყვა საფუარმა შესწვალა მთელი სამყარო და მთელი ხალხების ცხოვრება, მათ შორის ჩვენ საქართველოში, ყველა ქართველი, ყველა ქრისტიანი თუ არა ქრისტიანი ადამიანი იცვლება ქრისტეს სიტყვა ცვლის და არა უარეს, არამედ უკეთეს ხდის და საუკეთესოს და ასე შემდეგ ადამიანს, რაც განხდობასა და თეოზის ნიშნავს. ესეც უნდა იყოს. ასევე არის ერთი კეთილი ჩვენ მიერ დაწესილი სიტყვა, აზრიც სხვადასხვის. ეს საფუარი, აზრი, კეთილი ღვთაებრივი აზრი ადამიანს რომ განკურნავს, სიკეთეს უსურვებს, დადებით ენერგიას გაუშვებს და მისცემს. სიტყვას, როდესაც ადამიანს გაახარებს, რაღაცას მისცემ, რაღაცას სულიერ სტიმულს მისცემ და საქმეც, როდესაც მას შეეწევ, ეს ის საფუარია, რომელიც შენ ცხოვრება შეუცვლელად დიდ შედეგებს დროის გარკვეული დროის როგორც ამბობს შემდეგ გამოიწვევს. ასევე არის ჩვენი ლოცვა, რომელიც ვახსენებთ. როდესაც ჩვენ ბევრს ვილოცებთ და ვაცდით, ზეცას არსად არის ჩქარება, როგორც ვთქვით, ვაცდით ის თავის შედეგებს გამოიწვევს და გზას გაგვიხსნის. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტესი, სიყვარულისა და მომსა ზიარების მისაწვდომი, ეს ყოველთა საყვარელო თქვენთან თანა. ამინ.